5 ნოემბერს მოსახლეობის საყოველთაო აღწერა იწყება. 10,000-მდე პირი საველე სამუშაოსთვის უკვე მზად არის. დაგეგმილ ღონისძიებებზე დღეს საკოორდინაციო სამთავრობო კომისიის ფორმაზე იშელეს, რომელსაც ინფრასტრუქტურის მინისტრი ხელმძღვანელობდა. მოსახლეობის აღწერა 19 ნოემბერს დასრულდება. ამის შემდეგ გვეცოდინება, თუ რამდენი ადამიანი ცხოვრობს ქვეყანაში. Ახობით 10,000 კაცი იქნება დასაქმებული, 400-500 მანამდე იქნება ხელფასი ამ პერიოდის განმავლობაში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სრული მოსახლეობის ჩართულობა იყოს, სწორედ იყოს ახსნილი, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყანისთვის ეს ყველაფერი. გეგმება, რომ 1-დან 3 ნოემბრის ჩათვლით აღწერები შემოივლიან ყველა საცხოვრი, სადაც რესპონდენტებისთვის სასურველ დროზე შეთანხმდებიან, ხოლო უშუალოდ საველე სამუშაოები დაიწყება 5 ნოემბრიდან 19 ნოემბრის ჩათვლით. მე მოუწოდებ აქვე თითოეულ თბილისელს, რომ დაუჭირონ მხარი აღწერის პროცესს და კარი გაუღონ იმ ინტერვიუერებს, რომლებიც მივლენ თითოეულ ოჯახში, რათა მიიღონ ის ამოწურავი ინფორმაცია, რომელიც საჭიროა აღწერის ხარისხიანად ჩასატარებლად.